შეგვიძლია თუ არა გამოიყურებოდეთ 20 წლით ახალგაზრდა ვიდრე ეხლა ვართ. თქვენ ვიცით რომ ასაკთან ერთად ბერდებით, კანის გვიბერდება, ნაოჭები ჩდება და ამას შეგვებული ვართ, რომ ასე ხდება ზოგადად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვიდრე მათი ასაკია. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამათ გაუმართლათ, ვთქვათ, გენეტიკა აქვთ ბრწყინვალე, თუ აკეთებენ რაღაცას ჩუმად, თუ ორივე ერთად. პასუხი არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბევრი შეცვლა, არა ყველაფრის, მაგრამ ბევრის, რადგან ჩვენი კანის დაბერების 80% ხდება არა გენეტიკის გამო, არამედ გარემო ფაქტორების გამო. ამიტომ თუ კი ამ 80%-ს შევამცირებთ, მნიშვნელოვნად შეგვიძლია გავიახალგაზრდაოთ, ან შევაჩეროთ დაბერება და გეტყვით როგორ, ამიტომ ბოლომდე დარჩით ჩემთან, მანამდე ვთქვათ, როგორ ბერდება კანი, რატომ ბერდება და რისი შეცვლა შეგვიძლია და შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებაში იმისთვის, რომ გამოიყურებოდეთ 15 წლით უფრო ახალგაზრდად ვიდრე ვართ. 20 და 30 წლით ახალგაზრდად რო გამოიყურებოდეთ ქირურგიის გარეშე ეგ ილუზია, როგორც წესი არსებობს, მაგრამ 10-15 წლით ძალიან რეალისტურია რომ შეაჩერო შენი დაბერების პროცესი. თავიდან უნდა ვთქვათ, რომ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში საერთოდ დაბერების დროს. ჩვენ გვაქვს უჯრედები, იცით, და ეს უჯრედები მუდმივად მუშაობენ და მუდმივად გამოყოფენ სხვადასხვა ცილებს და ეს ცილები თამაშობს როლს, როგორც დაახლოებით სახლის შენების აგურები. ანუ ეს აგურები მუდმივად ემატება, ზოგი აგური ცვივა, მერე ჩვენი ორგანიზმი ახალ აგურებს ამატებს და ჩვენი კანი გამოიყურება გლუვად. ეგ არის აზრი. მაგრამ დროთა განმავლობაში კანის უჯრედები, ზოგიერთი მუშა, რომელმაც ეს აგურები ისე უნდა დააწყოს, ზიანდება, ზოგიერთი მუშა კვდება, ზოგიერთი მუშა ეზარება მუშაობა და შედეგად ყოველთვის აღარ ალაგებენ იქ იმ აგურებს, სადაც საჭიროა. ამიტომ რომ კანი ნელ-ნელა თხელდება, კანი ნელ-ნელა ნაოჭდება და დაახლოებით და რამდენიმე წლით ადრე კანის მდგომარეობა უარესდება ისე, რომ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ანუ ნაოჭები ჯერ ადამიანს არ აქვს, მაგრამ კანი უფრო თხელდება, ნაკლები ელასტინი და ნაკლები კოლაგენი, ანუ ეს ცილები ნაკლები წარმოიქმნება, ნაკლებად დაცულია კანი და კანი ზიანდება. ეს არის რეალურად კი გენეტიკის დამსახურება, რომ ჩვენი უჯრედები, ამ შემთხვევაში ფიბრობლასტები ქვია, რომელიც პასუხისმგებელი ან მუშები, პატარა მუშები, რომლებიც პასუხისმგებელია, რომ აგურები დააწყონ მუდმივად, რომ სახე შეგვინარჩუნდეს და კანი შეგვინარჩუნდეს, ნელ-ნელა ზიანდებიან, ზარმაცდებიან. ეს არის გენეტიკის დამსახურება, მაგრამ არის უფრო დიდი მოთამაშე. ეს გენეტიკა არის დაახლოებით 20% და უფრო დიდი მოთამაშე არის გარემო ფაქტორები და ყველაზე დიდი მოთამაშე არის მზე. მზეს მოაქვს სინამდვილეში ყველაზე დიდი ზიანი ჩვენი კანისთვის. Რავდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ადამიანები ვერ იჯერებენ ხოლმე და ამით არის კიდევაც რომ ამ მზეზე გასვლა კარგია და ეს რატომ არის რომ თქვათ ერთი ერთს ამბობს მეორეს ამბობს. არ არის ეგრე რომ ანუ ერთი ერთს ამბობს მეორეს არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება და მედიცინა და ზოგადად მეცნიერება ემსახურება რომ ამ ობიექტურ ჭეშმარიტებაზე ვისაუბროთ. არა იმაზე, ვთქვათ, მე რამ სიამოვნებს, ან შენ რა სიამოვნებს, არამედ იმაზე, რა არის სიმართლე. სიმართლე არის ეს, რომ მზეს აქვს გამოსხივება და რასაც ვხედავთ ხილული სპექტრი აქვს და ასევე აქვს ინფრაწითელი გამოსხივება და ულტრაიისფერი გამოსხივება. ინფრაწითელი სითბოს რო გრძნობთ, ეგ არის ხილული სპექტრი არის, რომ ჩვენ ვხედავთ იმ სინათლეს, რაც მზისგან მოდის და ულტრაიისფერ სხივებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ულტრაიისფერ სხივებში გამოყოფენ ორი სახის სხივებს. არის ულტრაიისფერი A, ანუ A და B. ეხლა ულტრაიისფერი B არის რომ კანში აღწევს და იწვევს დამწრობას. ამიტომ თუ დიდი ხანი გაჩერდი მზეზე, გექნება კანის დამწრობა და ალბათ თითქმის ყველას განგვიცდია ეს ბავშვობაში მაინც, როცა დიდხანს გავჩერებული ვართ ზაფხულში. ან ზღვაზე, ან მდინარეზე, ან სადმე რა. მეორე სახის ულტრაიისფერი A სხივები უფრო ღრმად აღწევს კანში და მუდმივად აკეთებს დესტაბილიზებას უჯრედების, მუდმივად აზიანებს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის გზით. ეხლა თავისუფალი რადიკალები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მოკლედ ტყვიები რო დაგიშინოს ვიღაცამ რა. ანუ ეხლა ეს ტყვიები არ არის ისეთი მომაკვდინებელი, რომ თქვა ეგრევე მოკლას, მაგრამ აი პატარ-პატარა ჭრილობები რო გაგიჩინოს, აი ესეთ დონეზე აზიანებდეს ორგანიზმს, ან მეორეს მხრივ რო წარმოვიდგინოთ, რომ პატარა ხანძარს აჩენდეს შენ სახლში. შენ გაქვს იმის რესურსი, რომ თქვა ისეთ დიდ ხანძარს არ აჩენს, რომ მთელი სახლი დაიწვას, მაგრამ მუდმივად პატარ-პატარა ხანძრებს აჩენს აქეთ-იქით და შენ სულ გიწევს ხან იმას ებრძოლო, ხან იმას ებრძოლო. აი ესეთ ბრძოლაშია ორგანიზმი, როცა მზეზე გადიხარ რეალურად, კანი მუდმივად ზიანდება, აი ამ ოქსიდაციური სტრესით და შენ ორგანიზმს მუდმივად უწევს, რომ ებრძოლოს, შეებრძოლოს
აი ამ ოქსიდაციურ სტრესს, რაც ორგანიზმისთვის ძნელია, დროთა განმავლობაში ორგანიზმი მარცხდება და ჩვენ ამას ხედავთ როგორც დაბერებას, ნელ-ნელა უჯრედები კვდებიან, ის მუშა უჯრედების კვდებიან ნელ-ნელა, ზუსტად იმიტომ რომ ეს მზე აზიანებს, რაღაც დრო წინამდებობას უწევენ, მერე კვდებიან და მერე ბოლოს ამას ჩვენ ხედავთ როგორც დაბერებას. ამიტომ ყველაზე მთავარი მიზეზი არის ზედა ოქსიდაციური სტრესი. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ჩვენი კანი ბერდება, არის გარემო დაბინძურება, განსაკუთრებით მიკრონაწილაკები. ახლა მიკრონაწილაკები რა იგულისხმება მასში? გარეთ რო გადიხარ, განსაკუთრებით ქალაქებში, ვინც ცხოვრობ, ძალიან დაბინძურებულია გარემო ამ მიკრონაწილაკებით. ძირითადად გამონაბოლქვი, ინდუსტრიული მტვერი და ესე ქარხნები ან ფაბრიკები. რაც მუშაობს, ხო, ვიღაცა იწვის, სადღა ეხლა ქარხნებიო და მაგრამ მაინც რაღაცები მუშაობს, მოკლედ და ეს ნაწილაკები, რომელიც გამოიყოფა ჰაერში, არის ძალიან პატარა. იმდენად პატარაა, რომ თქვათ, რომ ახლა მტვერში რო გახვიდე, სახეზე მოგეყრება მტვერი და მოიბან. და მიკრონაწილაკები ეგრე არ არის, მიკრონაწილაკებს ვერ მოიბან, შევა შიგნით, კანში, უჯრედებში და უჯრედებს აუწყებს დაზიანებას და ეგ არის რეალურად პრობლემა მიკრონაწილაკების და ეს მიკრონაწილაკებიც დაახლოებით ისეთ როლს თამაშობენ როგორც მზე. ანუ შედიან უჯრედებში კანში და აზიანებენ უჯრედებს. ანუ ეს საფრთხე არის სინამდვილეში რეალისტური, არ არის მოჩვენებითი საფრთხე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობენ და მუდმივად გარემო და ჰაერი არის დაბინძურებული. და მეტიც, ადამიანებს, რომლებიც ესე დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, უფრო მეტად აქვთ პიგმენტური ლაქები სახეზე, ანუ ლაქებიანი სახე უჩნდებათ. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეს უნივერსალურია და ყველა ვინც ქალაქში ცხოვრობს, პიგმენტური ლაქები აქვს სახეზე, მაგრამ ბევრს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მიდრეკილები არიან აი ამ პიგმენტური ლაქების მიმართ. შემდეგი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ნაოჭებს იწვევს, არის ძილი. ძილით შეგვიძლია წარმოიდგინო როგორც აღდგენის პროცესი, ანუ გძინავს, შენი ორგანიზმი აღდგება ამ დროს ძილში და სითხის გადანაწილება ხდება, აღდგენითი სიგნალები მიდის მთელს ორგანიზმში და უნდა აღდგეს კანი, მაგრამ თუ კი არ გძინავს, ამ შემთხვევაში მithumedes კორტიზოლი მომატებულია, კორტიზოლი არ იწვევს და ეს კორტიზოლიც პირდაპირ დაკავშირებულია რეალურად კანის დაბერებასთან, ამიტომ უძილო სახეც იცით ალბათ რომ უფრო შეშუპებულია ზოგჯერ, კანიც უფრო ცუდად გამოიყურება, რადგან მისი აღდგენითი პროცესი შეფერხდა. შესაბამისად, ძილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ალკოჰოლია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, ალკოჰოლს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რომ ღვიძლს აზიანებს, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში ალკოჰოლის სამეცნიერო მხარეზე არ ვამბობ, უფრო ვამბობ კანზე. კანისთვისაც, მithumedes აი თვალის უპეები რომ შესიებულია, სახე გაწითლებულია, უფრო მეტი შანსი ალკოჰოლს ვინც თვალს რომ სისხლდარღვევები დაზიანდეს, კაპილარები და მერე კაპილარების სისხლჩაქცევები გამოუჩნდეთ სახეზე და ასევე შეშუპებისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი ადამიანი, რადგან ალკოჰოლი ფართოებს სისხლდარღვევას, სისხლდარღვევები ფართოვდება, მათ შორის პატარა სისხლდარღვევები და ეს პატარა სისხლდარღვევებს რო გააფართოვებ, მერე ამ სისხლიდან გამოდის ეგ სითხე და გაჟონავს და ხედავთ როგორ შეშუპებას და ნაკლები ჰიდრატაცია ხდება კანისაც, ანუ შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ კაპილარებიდან თუ სითხე გაჟონავს ეს კანს დაატენიანებს, სინამდვილეში ესე არა, პირიქით ხელი შემშლელია ამ შემთხვევაში, შესაბამისად ალკოჰოლსაც აქვს მნიშვნელოვანი წვლილი და რა თქმა უნდა მოწევა ერთ-ერთი ძალიან დიდი რისკ ფაქტორია, რადგან მოწევა იწვევს ძლიერ ოქსიდაციურ სტრესს და ძლიერი ოქსიდაციური სტრესი მთავარი მოთამაშეა რეალურად უჯრედების კვდომისთვის, მათ შორის კანის აღმდგენი უჯრედებისთვის და მათ შორის აი ამ კოლაგენის წარმოქმნელი უჯრედებისთვის, შესაბამისად მოწევასაც ძალიან დიდი როლი აქვს და გინახიათ ალბათ, არის კიდევაც სურათებიც და ვეცდები რომ აქ ჩავსვა ეგ სურათი, რომ ორი ადამიანი, დები, თქვა და ძმები, რომლებიც ერთი ეწევა და მეორე არ ეწეოდა და ერთი ბევრად უფრო სხვა ყველაფერი ერთი ქონდა, საერთო ქონდა და ერთი ბევრად უფრო ასაკონად გამოიყურება, ვიდრე ის რომელიც არ ეწეოდა, იმიტომ რომ კანს აბერებს პირდაპირ მოწევა. და თვითონ ამ ვიდეოს გაკეთების აზრიც ეგ იყო, რომ დღევანდელ კანის მოვლის მარკეტინგში არის დიდი ქაოსი, რომ ზოგი ამბობს ამას, ზოგი ამბობს იმას, ზოგი ურჩევს ამას, ზოგი იმას და სინამდვილეში გვინდა რომ რაც შეიძლება მარტივად მოვუაროთ კანს, რაც შეიძლება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინით, ანუ ვიცოდეთ რომ
ან ცოტა ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეს ნაბიჯები წინ არის. იმის ნაცვლად, რომ ანუ ქაოტურად შეიძლება ჩვენ ვირბინოთ ძალიან ბევრი წინ უკან და ისევ ადგილზე ვიყოთ. ასევეა. ბევრი პროდუქტი შეიძლება გამოიყენო წაისვა სახეზე, მაგრამ შენი სახის კანი ან უკეთესად გამოიყურებოდეს, ან უარესად ვიდრე იქამ. იმიტომ რომ ქაოტური მოქმედებას კარგი შედეგი არ მოაქვს. და ჯობია გააკეთო რამდენიმე ნაბიჯი, რამდენიმე მთავარი რამე, რომელიც მართლა მუშაობს და წინ წახვიდე, ანუ სახე ამ შემთხვევაში სახე არ დაგიბერდეს, ვიდრე ის რომ თქვა ირბინო მთელს ქალაქში და ისე უკან მოხვიდე, საიდანაც დაიწყე. ამიტომ სტრუქტურირებულად ვთქვათ. მთავარი, რასაც გვეუბნება ყველაზე მაღალმტკიცებულების მქონე გაიდლაინები არის, რომ მნიშვნელოვანი არის ორი რამე. პირველი არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ 80% დაზიანების მოდის მზისგან და სხვა გარემო ფაქტორებისგან და არა გენეტიკისგან. ამიტომ ამ გარემო დაზიანებას ვებრძოლოთ. ეს არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ. და მეორე არის კანს დავეხმაროთ აღდგენაში. ანუ რეალურად ორი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამიტომ ამბობენ დღის და ღამის რუტინა. დღის რუტინა არის ის, რომ კანი დავიცვათ გარემო დაზიანებისგან და გარემო დამზიანებლებისგან. და საღამოს რუტინა არის, რომ კანს მივცეთ აღდგენის საშუალება ან სიგნალი, რომ თვითონ აღდგეს. ამიტომ ყველაზე მთავარი დილით, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის კანის გაწმენდა. კანის გაწმენდას აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი. ეს არ არის, რომ რაღაც ძალიან უხეშად გაიწმინდო კანი და დაიზიანო კანი, ეგ არ არის კარგი, პირიქით კანის დაზიანებას მოყვება ხოლმე ზოგჯერ ანთება და ანთებას პიგმენტური ლაქები, ამიტომ სულ არ არის ეგ სასურველი. კანის გაწმენდა უნდა მოხდეს ნაზად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გავითვალისწინოთ და ზოგჯერ კანის გამწმენდი შეიძლება იყოს ნელთბილი წყალით. თუ ადამიანს არ აქვს ძალიან ცხიმიანი კანი, კანის გამწმენდი შეიძლება იყოს უბრალოდ წყალი, წყლით დაიბანოს ადამიანმა და შემდეგ გაიმშრალო უნდა მსუბუქად. ახლა ეს გაწმენდას რატომ აქვს როლი? ანუ რა როლი აქვს? რომ ერთი რომ თუ საღამოთი რაღაცები წაისვი და ასევე საღამოთი უჯრედების ნაწილაკები, რომელიც დაგროვდება კანზე და ასევე ცხიმები, რომელიც დაგროვდება. ეს რომ მოიწმინდო ან მოიბანო. ეგ არის მთავარი აზრი. რა თქმა უნდა, ზედმეტად საჭირო არ არის, რადგან ზედმეტად პირიქით კანის დამცავი ლიპიდები შეიძლება მოაცილო კანს და კანი უფრო დაუცველი გახდეს. ამიტომ ნაზი გაწმენდა. ან პირველი რასაც ვაკეთებთ არის ნაზი გაწმენდა. მეორე არის C ვიტამინი. C ვიტამინი არის მთავარი, ან C ვიტამინის შრატი. ახლა C ვიტამინი რას აკეთებს? C ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი ძლიერი და ცოტა უნდა წაისვა მთელს სახეზე, ძალიან ცოტა ოღონდ, ანუ შრატი ალბათ გინახიათ რომ არის იყიდება ცოტა და ეს არ არის ისე რომ თქვა შეიცხა სახეზე არ არის და ეს უნდა წაისვა იმისთვის, რომ დღის განმავლობაში რომ მზისხივებს ნახავ, გარემო მტვერს ნახავ, რომელიც მიკრონაწილაკებს, რომლებიც შემოვლენ შენ კანში, აი ამათ ყველაფერს შეებრძოლოს C ვიტამინი. თუ კი ვთქვათ, უკეთესი ფორმულაცია გინდათ, ვიდრე მხოლოდ ვიტამინი C, ვიტამინ C-სთან ერთად კარგი იქნება, რომ იყოს ვიტამინი E და ფერულის მსჯავა, ferulic acid, ესე შეიძლება ეწეროს და რეალურად ეს კომბინაცია მიიჩნევა კარგად და ასევე აწერია ხოლმე ვიტამინ C-ს L-ასკორბინის მსჯავა 15%-იანი, ნუ ვიტამინი E როგორც წესი არის 1%-იანი და ფერულის მსჯავა არის ხოლმე 0.5%-იანი. ეს არის როგორც წესი ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია და შემდეგი, ანუ პირველი გავაკეთეთ ის, რომ სახე უბრალოდ გავიწმინდეთ, მეორე რომ დამცავი წავიშვით, დამცავი არის ეს ანტიოქსიდანტები, რომელიც დღის განმავლობაში რომ შემოიჭრება ეს ოქსიდაციური სტრესი მაგისგან დაგვიცავს და მესამე კომპონენტია არის დამატენიანებელი. დამატენიანებლის აზრი არის დაახლოებით ის, რომ ჭერიდან თუ წყალი ჟონავს, რომ წაუსვა რამე დამცავი ამ გაჟონილ ადგილებს, ისე რომ წყალი აღარ ჩამოვიდეს შიგნით. დაახლოებით ეს აზრი არის დამატენიანებელისთვის, რომ კანი დაატენიანოს და შექმნას მცირე დამცავი ბარიერი. ამისთვის გამოიყენება ხოლმე გლიცერინი, ჰიალურონის მსჯავა. ნუ დამატენიანებელი სასურველია, რომ ჰიალურონის მსჯავაზე იყოს დამზადებული და ასევე შესაძლებელია სხვა კომპონენტებიც იყოს ხოლმე, ზოგჯერ არის მულტიკომპონენტური, მაგრამ ნუ გლიცერინს და ჰიალურონის მსჯავას და კერამიდებს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი აქვს. ნუ ჰიალურონის მსჯავა ერთ-ერთი საუკეთესოა
მოკლედ. ამიტომ მასზე დამზადებული დამატენიანებელი თუ იქნება, ყურადღების გამახვილება ღირს და კარგია. და შემდეგ რასაც ვაკეთებთ არის რომ მზისგან დამცავი, ანუ ბოლო აკორდი, მოკლედ სახლის გასვლის წინ არის მზისგან დამცავი უნდა წაისვა. არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, გარეთ მუშაობ მუდმივად მზეზე, თუ ოფისში მუშაობ, მაინც რეკომენდირებულია თუ გარეთ გადიხარ რომ ბოლოს წაისვა მზისგან დამცავი და ამას აქვს ძალიან ძლიერი მტკიცებულება. ანუ ეს არ არის მოგონილი ამბავი, რომ თქვათ რომ ჩვენ მზისგან დამცავს რაღაც ისე რეკომენდაციას უწევთ, არ არის ესე. ამას კვლევები ადასტურებს, განსაკუთრებით უზარმაზარი კვლევები ჩატარდა, რომ მაგალითად დები, რომლებიც ტყუპები იყვნენ, ერთი იღებდა მზისგან დამცავს, მეორე არ იღებდა რეგულარულად, საერთოდ არ იღებდა რა და ერთი ყოველ დღე იკეთებდა და წლები აკვირდებოდნენ და დაახლოებით მათგან შორის თითქმის 10 წლიანი სხვაობა იყო დაბერების იმ ადამიანს, რომელიც მუდმივად კანზე იდებდა მზისგან დამცავს და მეორე რომელიც არ იღებდა. ამიტომ ძალიან დიდი მტკიცებულება აქვს მზისგან დამცავს, რომ მართლა მუშაობს, კარგია და აუცილებელია. არის მეორე დიდი კვლევა, ასევე რომელიც იყო 4,5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადამიანს და ისინი, რომლებიც მზისგან დამცავს იღებდნენ, დაახლოებით 25%-მდე ჰქონდა შემცირებული ნაოჭები და კანის დაბერების ნიშნები არ ქონდათ იმ პერიოდთან შედარებით, სამ დაიწყებდნენ მიღებას. ანუ რეალურად დაბერება გააჩერა. მაშინ როცა ის ადამიანები, რომლებიც მზისგან დამცავს არ იღებდნენ, კანი დაუბერდათ და დაახლოებით 25%-ით მეტად ქონდათ ნაოჭებიც. ამიტომ ესენი უკვე საკმაოდ დიდი და ძლევამოსილი მტკიცებულებები არის, ის შეგვიძლია რომ მიხემძღვანელოთ. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. სახლიდან გასვლის წინ მზისგან დამცავი ჯერ იყო გაწმენდა, მერე იყო კანის დაცვა, ანუ C ვიტამინი და მერე იყო დამატენიანებელი იმისთვის რომ როგორც წყალი როჟონავს, აი ესე დაიცვა სახურავი, რომ ასევე დაიცვა შენი კანი იმის რომ რამე არ შემოაღწიოს და ბოლოს არის მზისგან დამცავი, იმიტომ რომ ეხლა ამ ულტრაისფერ გამოსხივებას სხვა რამეები ვერ იცავს მზისგან დამცავი. ან ეს ფაქტორი უნდა კონდეს 30 და მეტი. და არის ხოლმე კითხვა, რომელია ყველაზე კარგი და რაღაცა, ანუ ბევრნაირი მზისგან დამცავი არსებობს, ნუ ეს მინერალური და ქიმიური და ესე და ნუ ყველაზე მგრძნობიარე კანისთვის და ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა თუთიის ოქსიდზე დამზადებული და ტიტანიუმის დიოქსიდზე დამზადებული მზისგან დამცავები. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სხვები უსაფრთხო არ არის და ანუ სხვები ეფექტური არ არის, არა. მზისგან დამცავს დილით რომ წაისვას ადამიანი თუ გარეთ გიწევს სულყოფნა, მაშინ 2 საათში ერთხელ სასურველია თუ არა და ერთხელ წაისვან და საღამოთი მოხვალ მერე სახლში. მზისგან დამცავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმიტომ ვანიჭებ ამ შემთხვევაში, რომ ძალიან დიდი მტკიცებულებები აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ მზისგან დამცავის გამოყენებამ შეიძლება რამდენიმე წლით ახალგაზრდად შეინარჩუნოს თქვენი კანი, ვიდრე მის გამოუყენებლობამ. და შეიძლება ვიღაცამ თქვა ასაქვე, რომ აბა ეხლა მთელი დილა ხო ამების იმაში არ ვიქნები, რომ რამდენი დრო უნდა ამას ჯერ გავიწმინდო, მერე ის წავისა დამატენიანებელი, მერე მზისგან დამცავი. სინამდვილეში დაახლოებით არის 3-4 ან 5 წუთის საქმე, რადგან დიდი მოცდა არ ჭირდება, პირველ რიგში გაიწმინდა, ან უბრალოდ დაიბან სახეს, გაიმშრალებ, ანუ რა თქმა უნდა, სუფთა ხელსახოცით ან სასურველია, რომ ერთჯერადით გაიმშრალო, ისე რომ არა ისე რომ კანი დაიზიანო, უბრალოდ დაიდო და ეს გაიმშრალო მარტივად. შემდეგ პირდაპირ შეგიძლია ამ C ვიტამინის წასმა, პირდაპირ შეგიძლია მე დამატენიანებლის წასმა, ნუ პირდაპირ შეგულისხმობ დაახლოებით 30 წამიან 1 წუთიან შუალედებს. და მე კიდე პირდაპირ შეგიძლია წაისვა მზისგან დამცავი, ან დაახლოებით ჯამში 4-5 წუთის პროცედურა, ამიტომ ვინც კანზე ღელავს და მისთვისაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის 5 წუთი უღირს ნამდვილად. მით უმეტეს რომ შესაძლებელია დაახლოებით 10-15 წლით შეგინარჩუნოთ ახალგაზრდობა. ამის მერე რა შვრებით და მოდის საღამოს რუტინა. საღამოს რუტინის აზრი რა არის? პირველ რიგში არის აქაც გაწმენდა, ანუ დღის განმავლობაში ბევრ მტვერთან, მიკრონაწილაკებთან და ესე გექნება ურთიერთობა და ასევე ზოგი მაკიაჟს იკეთებს, მაკიაჟსაც უნდა გაწმენდა და ასევე აი ამ მზისგან დამცავსაც და ესე. ან მოცილება ამ ყველაფრის, თუ მაკიაჟს არ იკეთებს ადამიანი და მსუბუქად ეგ მთლად კარგი ვარიანტია, შესაძლებელია ისე მსუბუქად გაწმენდა სახის საღამოთი და აქ უნდა მოიცადო დაახლოებით
ნახევარი საათი, ეგ არის მნიშვნელოვანი და მერე რეტინოიდის წასმა სახეზე. ანუ აი ესა განსხვავება, რომ დღისით თუ იყო მთავარი აზრი დაცვა სახის კანის, საღამოს მთავარი აზრი არის რომ აღმადგინოთ სახის კანი და სახის კანის აღმდგენად მთავარი არის რეტინოიდი, ანუ რეტინოიდული კრემი უნდა იყოს რომელიმე. ახლა სამს ასახელებენ ხოლმე, ყველაზე ძლიერიდან ყველაზე სუსტამდე. პირველი ყველაზე ძლიერი არის ტრეტინოინი, მერე არის ადაპელენი შუაში და მერე არის რეტინოლი ყველაზე სუსტი და ამ სამიდან რომელიმე. ტრეტინოინი ძალიან ძლიერია და იმდენად ძლიერია რომ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ძალიან დაბალი დოზით უნდა დაიწყოს ადამიანმა და ისიც ყოველდღე არ შეიძლება. ადაპელენიც ძლიერია და ამიტომ ყოველდღე არ არის სასურველი თავიდან და მერე შესაძლებელია კანი რო შეეჩვევა და რეტინოლი არის ყველაზე სუსტი. მაგრამ რეტინოლს აქვს ყველაზე დიდი პრობლემაც, იმიტომ რომ რეტინოლი იყიდება ძალიან ბევრი და ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ და თვითონაც სუსტია, ანუ რომ ძალიან ხარისხიანი იყიდო, მაინც ძალიან სუსტია, ამიტომ ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ ტრეტინოინი ან ადაპელენია საუკეთესო ვარიანტი. არც ერთი მათგანი ამ სამიდან არ შეიძლება ორსულობისას. ზოგადად რეტინოიდები არ შეიძლება ორსულობისას, ძალიან გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რაც უნდა იცოდეს ადამიანმა. ანუ პირველ რიგში გაიწმინდავს კანს, მერე წაისმევს ამ რეტინოიდს რომელიმე ამ სამიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს ცოტა ძალიან. უნდა იყოს პატარა მარცვალი, ძალიან პატარა არა, მაგრამ პატარა მარცვლის დონეზე უნდა იყოს და მთელ სახეზე ეს უნდა იმყოფინო. ანუ ეშლებათ ხოლმე ადამიანებს გონიათ რომ ვინაიდან ეს რეტინოიდები სახის კანის აღდგენას ასტიმულირებს და ახალ უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებს, გონიათ რომ რაც ბევრს წაისმევ, მით უფრო კაი შედეგია სიამოვნებაში, რაც ბევრს წაისმევ, მით უფრო გააღიზიანებს კანს, კანის სიწითლე შეიძლება გამოიწვიოს, მე ანთება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც როზაციასკენ მიდრეკილება აქვთ, ანუ სახის სიცოცხლე რო აქვთ ხოლმე კანი, მის მიმართ მიდრეკილება მათ მით უმეტეს დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ და შედარებით ყოველ მეორე დღეს, ან კვირაში 3ჯერ თავიდან, ან კვირაში 2ჯერ, შემდეგ კვირაში 3ჯერ, შემდეგ ყოველ მეორე დღეს, შემდეგ ყოველ დღე, მას შემდეგ რაც კანი ადაპტაციას განიცდის და შეეჩვევა. იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, უნდა გააკეთონ სენდვიჩის პრინციპი, ანუ გაიწმენდნენ სახეს, სანამ ამ ტრეტინოინს ან ადაპელენს ან რეტინოლს წაისმევს, მანამდე უნდა დაიტენიანოს კანი, დამატენიანებელი წაისმევს, მერე აი ეს რეტინოიდი და მერე ისევ დამატენიანებელი, ამას ეძახიან სენდვიჩის პრინციპს. თუ ნორმალური კანი გაქვთ და არაზე მგრძნობიარე კანი, მაშინ შესაძლებელია გაწმენდა ჩვეულებრივ როგორც თქვენ, შემდეგ რეტინოიდი და შემდეგ დამატენიანებელი ისევ. და აი ესე დაძინება როგორც წესი, ან დაძინების წინ ისმევენ ხოლმე ამ დამატენიანებელსაც და რეტინოიდებსაც და აქაა შუალედი უბრალოდ რომ კარგად უნდა იყოს კანი გამშრალებული გაწმენდის შემდეგ იმისთვის რომ რეტინოიდი დაიტანოს სახეზე და აქ შეიძლება 30 წუთიანი შუალედი, ნუ ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ზოგადად რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო ნაკლებად ღიზიანდება ხოლმე, ამიტომ კანი კარგად უნდა იყოს გამშრალი. ნუ ამ პროცედურას თუ ჩათვლით იმას რომ ელოდები, შეიძლება ხო ჭირდება რაღაც ნახევარი საათი, მაგრამ ჯამში მაინც პატარა დროის საქმეა და ნამდვილად ღირს იმად რომ დაახლოებით 10-15 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდე. არის თუ არა სხვა რაღაცები ეფექტური? სხვა რაღაცებს გარკვეული ეფექტები აქვს, მაგრამ გაიდლაინებით მოწოდებული ეს ნიშნავს რომ ყველაზე ეფექტური ესენია რაც გითხარით. რა თქმა უნდა ბოტოქს აქვს თავისი როლი, ანუ სახის ზედა ნაწილისთვის ნაოჭები რაც მიმიკური ნაოჭებისთვის, თქვათ ესე რო გააკეთებ და სამი ხაზი რო გააკ ან ყვავის ფეხებს ეძახიან ხოლმე აქ თვალების გარშემო რო ისინია ნაოჭებია აქ ცხვირთან და იმ ტუჩებთან ნაოჭი. ამებისთვის კი როგორ არა გამოიყენება ბოტოქსი და ასწორებს ბოტოქსი მაგ ნაოჭებს, ამ კუნთებს ადუნებს და მიმგურ ნაოჭებს ასწორებს, ამ ბოტოქს აქვს მნიშვნელობა. ფილერებს რაც შეეხება, ფილერები წარმოიდგინონ სახის ქვედა ნაწილისთვისაა ფილერები. ფილერის აზრი ის არის, რომ დროთა განმავლობაში კანი ხო უფრო თხელი ხდება, კოლაგენის სტრუქტურას კარგავს, კანი მოცულობას კარგავს და ეს მოცულობის დაკარგვა ჩამოუკიდებულ კანთან არის
ასოცირებული და ჩამოკიდებული კანი უფრო დაბერებასთან არის ასოცირებული და ფილერები შეყავთ კანში და კანს აძლევს მოცულობას. ფილერი იგივე როგორც წესი არის ჰიალურონის მჟავა. ანუ ის ჰიალურონის მჟავა, რომელსაც დაიტანს სახეზე როგორც დამატენიანებას, ოღონდ ეგ შიგნით კანში შეყავთ და მოცულობას აძლევს ჰიალურონის მჟავას აქვს უნაირო შეიკავშიროს დიდი რაოდენობით წყალი და მოცულობას აძლევს მერე კანს და სახე ხდება უფრო სავსე, ოღონდ რა თქმა უნდა, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ან პროფესიონალმა გააკეთოს და დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ალბათ გინახიათ, რომ მე ყველა ქალები იკეთებენ ძირითადად და ეს ქალები მე ერთმანეთს ემსგავსებიან ხოლმე სახეზე, ანუ ვისაც აქვს ფილერი გაკეთებული, სახეზე ყველა გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთ და იგივე შეყვანის წერტილები არსებობს, სტანდარტულია ყოველ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით შეყავთ ხოლმე და ეს დაბერილი ლოყები, დაბერილი გამოწეული ნიკაპი და ესე და ანუ სტანდარტული სახეები უხდებათ და ადამიანს ინდივიდუალიზმს აკარგვინებს. ამიტომ ფილერის გამოყენების წინ ადამიანმა დაკვირვებით უნდა შეარჩიოს ექიმი. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, რომ ექიმს წარმოდგენილი ქონდეს, რას აკეთებს და რას უკეთებს ამ სახეს. ხო, ფილერსაც აქვს მნიშვნელობა. ხო, არის კიდე ლაზერული ახალგაზრდავება კანის, ну, აზრი არის, რომ კანს ცოტა აზიანებს და რო აზიანებ ასტიმულირებ, რომ ახალი უჯრედები წარმოიქმნას. იგივე პრინციპს ეფუძნება მიკრონიდლინგი, ან მიკროპატარა ნემსებს ურჭობენ მოკლედ და ეგეც ასტიმულირებს კანს. ანუ არსებობს ეგენი, ხო, მაგათაც აქვს გარკვეული ეფექტურობა და რაც შეეხება კოლაგენს, კიდე დასალევი კოლაგენი. კოლაგენი უნდა იყოს, თუ გინდა რომ რაღაც ეფექტურობა ქონდეს, რომ აი სახის კოლაგენის წარმოქმნაში მიიღოს მონაწილეობა, ანუ ჰიდროლიზური ფორმით უნდა იყოს, რადგან ან ჩვეულებრივი კოლაგენი არ შეიწოვება კარგად და შესაბამისად ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე და ეგ მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროლიზური ფორმით უნდა იყოს კოლაგენი და სადაც 2 გრამიდან 5 გრამი მეტიც შესაძლებელია მიღება ყოველდღიურად, რომ მიიღოს ადამიანმა კოლაგენი და გარკვეულწილად ეხმარება კანს, მაგრამ აი რა მეთოდებიც თქვით და რა ხერხებიც თქვით, მანამდე აი ის დილის და საღამოს რუტინა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კოლაგენი. თორე დასალევებიდან კოლაგენი ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და ყველაზე დიდი როლი აქვს თუ ვიტყვით დასალევი საკვები დანამატებიდან. რა თქმა უნდა, მცირე როლი აქვს სხვა ანტიოქსიდანტებსაც, ვიტამინი C, ვიტამინი E, მაგრამ ანუ იმისთვის რომ კანში კონცენტრაცია იყოს მაღალი და ესე ადგილობრივ კრემებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და დასალევებს შედარებით ნაკლები და გაიდლაინებით მოწოდებულია ისინი, რაც ზევით გითხარით. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებ და გინდა რომ ხანგრძლივად გავაკეთო, რადგან რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომას, ძალიან დიდ დროს, ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ამისთვის რა თქმა უნდა რესურსები არის საჭირო და რესურსები მათ შორის მარტო мотиваცია და სურვილი არ კმარა ხოლმე სამწუხაროდ, ამიტომ მატერიალურსაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ვისაც გაქვთ მოკლედ სურვილი დონაციების გაკეთება შეგიძლიათ აქ წერაში არის ანგარიშის ნომრები. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.